საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. თქვენთან მოვედი ჩემი ჯეფასებო. მინდოდა ლაივის ჩაწერა, მაგრამ ლაივს ვერ ვთავ. ძალიან ცუდი ინტერნეტ კავშირი მაქვს, ამიტომ თქვენთან მოვედი საჯარო გაშლით, რაც ამოვა ეხლა ქვემოდან ჩემო ჯეფასებო. აბა რა ამოვა ქვემოდან? ცნობის მოყვარეობა. აი თქვენი პარტნიორი და ცნობის მოყვარეობა. რა აინტერესებს ამ ადამიანს კი ასაინტერესო. მოდი გავარკვიოთ მეგობრებო. ცნობის მოყვარეობა იქნება დღეს ჩვენი თემა და მოკლედ დავიწყოთ ახლა. ცნობის მოყვარეობა მეგობრებო. რა ცნობის მოყვარეობა კლავს თქვენს პარტნიორს და რაღაცის თქმას ძალიან რო ცდილობს და რაღაცას რო ცდილობს. პირდაპირ დავიწყებ მეგობრებო. არ გავაკეთებ ახლა პირველ სიტყვა. აი, ცნობის მოყვარეობა მისი. აი, ეს აინტერესებს, სიყვარული აინტერესებს, მხიარულება აინტერესებს, თავდადება, ნიშნობა, ბედნიერება, მოკლედ მზე ხართ მისი და ეს აინტერესებს. ცნობის მოყვარეობა აქვს იმის, რომ ურთიერთობაში იყოს ბალანსი. ნერვიულობს ამის გამო. კი, ძალიან ცუდადაა ამის გამო მეგობრებო. თუმცა უპასუხისმგებლოდ იქცევა. მაგრამ რა ქნას ეს სიყვარულება? კი, ამბობს იმას, რომ რაღაც სიტუაცია აქვს ისეთი, რომ აი თითქოს უნდა რომ აკონტროლოს, მას უნდა რომ ყველაფერი აკონტროლოს მეგობრებო, მაგრამ ეს კონტროლი დაკარგა უკვე თქვენზე. ძალიანაც კარგი. აი უკვე მომწონს. კონტროლი დაკარგა მეგობრებო. როგორ უნდა გამარჯვება ყველაფერზე, როგორ უნდა თქვენი მოკლედ მეგობრებო რა უნდა იცი, აი თქვენი მართვა უნდა. ეხლა თქვენ იგნორში ხართ, აიგნორებთ ამ ყველაფერს. კი, აიგნორებთ მეგობრებო, თქვენ უკვე დაასრულეთ ამ ადამიანთან ყველაფერი და ამ ყველაფერს ახლა აიგნორებთ. თქვენ გააგრძელეთ თქვენი გზა, თითქოს არაფერი ყოფილა და აი დარჩა ეს კუდამოძუებული ჩვენი ქუცურა. კი, ეს არის მოულოდნელი ცვლილებები, როგორც წავიდა მეგობრებო, თუ ეს ადამიანი წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, თქვენ არც გაეკიდეთ მას, თქვენ გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება. დავაი ახლა ასე უთხარით და მორჩა კინო. კიდევ მეგობრებო, მისით წავიდა ეს ადამიანი. კიდევ ის მეგობრებო, ეხლა რომ ცნობის მოყვარეობა კლავს, ეხლა იმისი რომ ნახეთ, თქვენთან უნდა მოსვლა, შემოთავაზება უნდა ყველაფრის და აინტერესებს ეხლა რას იზამთ. როგორ მიიღებთ თუ არა, ან თუ მიიღებთ რას გააკეთებთ. ხო, აი ამის ცნობის მოყვარეობა კლავს. კი, ელოდებით. ან იცის რომ თქვენ ამ ადამიანს ელოდებით. კი, იცის მეგობრებო რომ თქვენ ელოდებით. კიდევ რა იცის? კიდევ ისიც იცის რომ ძალიან ბავშვივით იქცევა და თქვენთან ესეთი საქცელი არ გაუვა. კიდევ ის რომ ამ ყველაფერს ახლა ერიდება. არ უნდა ასეთი სიტუაცია თქვენთან და ამ ყველაფერს ერიდება მეგობრებო. ხო, აი უარყოფითად რო არ მიაბუნძულოთ კუდის ქიცინით, აი ეს არ უნდა. ხუცურა. ცნობის მოყვარეობა კლავს ახლა იმისი რომ მეგობრებო, იმდენად მოსვლა უნდა თქვენთან, მაგრამ იმდენად ძალა აქვს გამოლეული ამდენი манипуляციებით, ხო? აი ვერ ხვდება რა, აი რა ცნობის მოყვარეობა, რა პატივისცემა და რა პატივმოყვარეობა მეგობრებო. ძალიან ცუდათაა. აი დაინგრა ურთიერთობა. თუ ურთიერთობა გქონდათ ოჯახური და ოფიციალური ცოლქმრობა გქონდათ მეგობრებო, დაინგრა ოჯახი. დაინგრა მეგობრობა, დაინგრა ურთიერთობა, არ აქვს მნიშვნელობა რა ურთიერთობაში იყავით ამ ადამიანთან. დაინგრა, განადგურდა, თავისი ხელით განადგურდა. კი, აი ახლა ესე ხართ, არ უშვებთ. დავაი აქედანო ეუბნებით. კი, სულ კამათი გაქვთ, სულ ჭუბი გაქვთ, სულ გაუგებრობა გაქვთ, სულ ერთმანეთს თქვენ უფრო აიგნორებთ ამ ადამიანს მეგობრებო. კი. ჩემი 2 დღეა მწერს უბედურად მწერს მეგობრებო. უბედურ დღეშია. არ პასუხობ. თუ პასუხობ, ისეთებს ვეუბნები, რომ აი კუდით ქვავასროლიე, გეფიცებით. ეკუთვნის. აი ესე ჩამოვამხე ზუსტად ყველაფერი. ეკუთვნის და იმიტომ. კიდევ რა ცნობის მოყვარეობა რა, ყველაფერი აინტერესებს, მაგრამ ვერაფერს ვერ გებულობს ჩემგან მეგობრებო. აი რომანტიკული საღამო რომ მოგიწყოთ რას იზამს? ვაი მის პატრონს უბედურს. ხო. თუ თვითონ ამას ფიქრობს მეგობრებო. თქვენ ხო იცით მე ყოველთვის თქვენთან ერთად გულისხმობ საკუთარ თავს, ხო და აბატონო. ნახეთ ახლა თვითონ ფიქრობს როგორ მე მოაწყოს რომანტიკული საღამო, მაგრამ იმედი არ აქვს თქვენი რომ დათანხმდებით. ძალიანაც კარგი. აბა რა,
ხო, გაუგებრობაშია. ვერ ხვდება რა გააკეთოს. უნდა, მაგრამ ვერ ხვდება. ან სამოგზაუროდ უნდა წასვლა თქვენთან ერთად. ხედავთ, ენა როგორ ებმება თქვენს პარტნიორს, საცოდავს მეგობრებო. ჩემიც და თქვენიც. ვინც არ უნდა მიყურებდეთ, არ აქვს მნიშვნელობა. აი მე როგორ უნდა თქვენთან სიყვარული, როგორ უნდა ბალანსი თქვენთან. თქვენი როგორი რწმენა აქვს, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ მეგობრებო. ოი. თუ გწერთ ისეთ სიტყვებს მოგწერთ, რომ ვაი მე გეგონებათ, მამა აბრამის ბატკანი. კი, გეფიცებით. ვითომ არაფერი ყოფილა. აი დაკარგათ თქვენთან ოჯახი, დაკარგათ თქვენთან ოჯახური მომავალი, პერსპექტივა დაკარგათ, გაგაბრაზათ, ისე გაგაბრაზათ, რომ გაგამწარათ მეგობრებო. სხვადასხვა აზრთა ჭიდილი, იქნებ განსხვავებულებიც ხართ. იქნებ სხვადასხვა ხართ. მენტალური სხვაობა, აი რაღაცნაირი სხვაობა გაქვთ. კი, კიდევ? თქვენ. აი ეს ხართ თქვენ. ადამიანები ვულკანი, ცეცხლები, რომელი ხართ ცეცხლის სტიქია მეგობრებო. ყველაფერი ხართ, წყალიც ხართ, ქარიც ხართ, წვიმაც ხართ, ქარიშხალიც ხართ, ცეცხლიც ხართ, ყველაფერი ხართ მეგობრებო. ადამიანი ვულკანი, აბატონო, თქვენზეა ნათქვამი. ადამიანს, რომელსაც პროგრესზე წასვლა, მოქმედი ადამიანი ხართ. იტყვით და აკეთებთ. აი ასე. კი. კიდევ ჩემო მეგობრებო. ცნობის მოყვარეობა კლავს ადამიანს. სიკვდილი არ კლავს, ცნობის მოყვარეობა კლავს. სამართლიანობის აღდგენა უნდა, მაგრამ ვაი რომ? ხო, ვაი რომ. იმიტომ რომ კი სიახლეებს დაიწყებს. ეს მეგობრებო იმდენად ჩახანჯლული და ჩახმალულია უთქვენოთ რომ რო არ დაიწყოს არ შეიძლება. სამართლიანობა უნდა აღდგეს. ამ ადამიანმა ეხლა თქვენ გაცვლილი გაქვთ მეგობრებო. უყურეთ ახლა თქვენ ეხლა გაცვლილი გაქვთ პოსტები. ადრე თუ ის მართავდა ამ ურთიერთობას, ეხლა მართავთ თქვენ. აი ეხლა თუ ადრე თქვენ იყავით ჩახმალული, ჩახანჯლული და განადგურებულები, ხო? თქვენ ხო იყავით? ეხლა პირიქითა თვითონაა. აი ზუსტად. კი. თვითონაა მეგობრებო. მე ვიცი რომ ჩემი არის თვითონ. იმიტომ რომ ნახე დღეს ჩუმად დავგოსტე, აბარა, მე ყველაფერს ვგებულობ, რაც მაინტერესებს. ხო გეუბნებთ დამკვირვებლის როლი მაქვს მორგებული. მან არ იცით თორემ? მან არც იცის მე ამას რას ვაკეთებ, აი ეს ჩემი მოღვაწეობა არ იცის? არაა საჭირო ჯერ? ხო. ძალიან დაბნეულია ამის გამო. აი ამის გამო ეხლა რაც თქვენ გაგარონიათ, თვითონ გადის და აი ვერ ხვდება რა გააკეთოს. თქვენ მიხვდით რაც უნდა გაგიკეთებიათ და ამან ვერა. ეს ვერ ხვდება პასუხისმგებლობა რომ უნდა იყოს მეგობრებო. ვერ ხვდება. თუმცა ამბობს რომ მე მანამ ვიბრძოლებ, სანამ არ მივაღწევ შედეგებსო და ბრძოლა იცით როგორ? აი ესეთი ეხლა როგორიცაა. სხვანაირი პასუხისმგებლობით არა. აი ესეთი, უკიდეგანო. ხო, აი ეჭვიანობს თქვენზე, სასწაულაი კოშკი. თქვენი ეჭვიანობით ამ ადამიანს მგრევები აქვს, რა კაია? დანაკარგებშია და ძალიანაც კარგია. ხო, მოგონებებშია და ესეც ძალიან კარგია, ტყუილებშია და ესეც ძალიან კარგია და გადაწყვეტილების წინაშე არის და ესეც ძალიან კარგია. იმიტომ რომ ამბობს რომ მე გადავწყვიტავ და ამას არავის არ დაუთმობო. ესეც ძალიან კარგია. სამყაროს იმედი აქვს მეგობრებო. მაგრამ აი რაღაცები ძალიან კარგია. კი, ამბობს რომ იბრძოლებს. ბოლო-ბოლო რას გადაწყვიტავს? რას გადაწყვიტავს მეგობრებო? სპეციალურად გადაწყვიტავს რაღაცეებს. ეს არის ოფიციალური წერილი, ეს არის ოფიციალური შეტყობინება, მიიღებთ მისგან შეტყობინებას. კი. რომ გადაწყვეტილება მივიღეო ალბათ თქვენსკენ. აი რა. ხო, ყველანაირ ხერხს გამოიყენებს იცოდეთ ეს ადამიანი მეგობრებო. მოსაწერი თუა მოგწერთ, ყველანაირად ეცდება. ისეც, ასეც, ისეც, კი. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? აი თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? რჩება თქვენ. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? ჩემო ძვირფასებო. ეკონომიურად გაეცით ყურადღება ამ ადამიანს, ეკონომიურად გაეცით პასუხი და ეკონომიურად აცნობეთ თქვენი არსებობა, რას აკეთებთ, სად ხართ, როგორ ხართ, ეს არ უნდა იცოდეს მან. აი თქვენთან წვდომა ძალიან ნაკლებად უნდა გქონდეს და არა, რო ცოცხალი ხართ და კარგად ხართ, ეს იცის ისედაც, მაგრამ რას აკეთებთ და რას მოღვაწეობთ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იცოდეს. არა, არავითარ შემთხვევაში მეგობრებო. თავისუფლება იქონიეთ საკუთარ თავთან და რაც გინდათ ის გააკეთეთ, ოღონდ ამ ადამიანმა არ უნდა იცოდეს. აი ასე და კიდე
ხო, რა იფიქროს ახლა მან თვითონ ამ ყველაფერზე ჩემო მეგობრებო და ინერვიულოს. ტრანსფორმაცია გაქვთ ჩემო ძვირფასებო, ასე რომ გელოდებით კომენტარებში და გაგრძელება ექნება ამ თქვენს ის სიყვარულს, ასე რომ გელოდებით კომენტარებში.